მოგესალმებით ყველას, მედიაკავშირი ობიექტივი და გადაცემა პროფესიონალები და საზოგადოება აგრძელებს თქვენთვის მაუწყებლობას და აგრძელებს თქვენთვის მაუწყებლობას ხუთშაბათს და არა პარასკევს. ხვალ ჩვენ აუცილებლად გავალთ პირდაპირ ეთერში როგორც წესია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ამ კვირას მეტად საინტერესო მოვლენები გაიმართა თბილისში, ამიტომ ჩვენ რიგ გარეშე საეთერო დრო ავიღეთ, სხვათა შორის ნათია მაზანაშვილმა დაგვითმა და დიდი მადლობა მას ამისთვის და ახლა მოგახსენებთ, რასთან დაკავშირებით იქნება საუბარი. 8 მარტს თქვენ კარგად მოგეხსენებათ და მე არაერთგზის მithქვამს, რომ აღმაშენებლის 123-ში მდებარე კომპოზიტორთა სახლში გაიმართა ოთარ მაღრაძისა და მისი ჯგუფის კონცერტი 8 მარტს და მადლობა ამისთვის თავად ოთარ მაღრაძეს კომპოზიტორთა კავშირს, მაგრამ განსაკუთრებული მადლობა კულტურის სამინისტროს და შემოქმედებით საქართველოს. სწორედ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ასევე კულტურის სამინისტროს, ასევე შემოქმედებით საქართველოს და რა თქმა, კულტურის მერიის სამსახურსაც სხვათა შორის და მოზარდ მაყურებელთა თეატრს იმისთვის, რომ ასევე 8 მარტს იქვე ახლოს აღმაშენებლის რანომერში აუღოთ აღარ მახსოვს მოზარდ მაყურებელთა თეატრის შენობა გაიმართა ყველა მიწის რა თქმა უნდა გაიმართა ეკატერინე გაბაშვილის 175 წლის თავისადმი მიწყვნილი საიუბილეო საღამო, რომელიც გაიმართა გამომცემლობა მერანის ორგანიზებით და მწერალთა კავშირის ხელშეწყობით და გაიმართა ასევე დაჯილდოვება და ასევე მაყურებელმა იქ მისულმა ძალიან ბევრ ადამიანს გადაეცა ულამაზესი ჯილდო სახელწოდებით წლის რჩეული ბანოვანი, ასევე წლის რჩეული იუბილარი და თავად ეკატერინე გაბაშვილის პრემია და იქ მისულმა მაყურებელმა იხილა ახალგაზრდა რეჟისორის ნიკოლოზ ჩიკვაიძის მიერ დადგმული სპექტაკლი მაგდანას ლურჯა. რაც შეეხება ჩემს უმშვენიერე სტუმრებს, ესენი არიან ვინც მე მიცნობს, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანია და ძალიან დიდი მადლიერება მინდა ყოველთვის გამოვხატავ და დღესაც გამოვხატო იმისთვის, რომ მე თუ რამეს ვაკეთებ ჟურნალისტიკაში, ეს პირველ რიგში უფლის დამსახურებაა და მანენა გორგიშვილის დამსახურებაა, სწორედ მერანის დირექტორი, პუბლიცისტი, თარგმნელი, ქალბატონი მანენა გორგიშვილი, მანენა ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენთან ხარ და ასევე სამი საინტერესო პრემიის ლაურეატი, მათ შორის ეკატერინე გაბაშვილის პრემიის ლაურეატი, პოეტი მანდილოსანი, ქალბატონი ნინო მოდრეკილაძე. ახლა კი მე ცოტა ხნით გავჩუმდები და მანენას გადავცემ სიტყვას და გისმენ მანენა. მოგესალმებით. მივესალმებით თქვენს მაყურებელს და პირველ რიგში მინდა მადლობა გითხრათ, რომ დაინტერესდით ამ თემით. იმიტომ რომ ვიცით მე და შენ მანენა, რომ მასმედია დღეს ნაკლებად აქცევს ყურადღებას მწერლობას და ყველაზე მეტად გულსატკენი ჩემთვის ის არის, რომ ეკატერინე გაბაშვილის 175 წლის თავი არ აღინიშნა სხვაგან, უფრო ფართო მასშტაბით ამას გულისხმობ და რატომ მიკვირს ახლა როცა რუსაველის 850 წლის თავი არ აღინიშნა და კიდე ბევრი აღარ მინდა ახლა ამ თემაზე სხვა დროს ვისაუბროთ და ეკატერინე გაბაშვილის 175 წლის თავი. მერანმა გადაწყვიტა, რომ ეს აუცილებლად უნდა აგვეღნიშნა და დავამთხვეთ 8 მარტს, იმიტომ რომ ისევე როგორც ქალბატონი ეკატერინე იყო პირველი ფემინისტი ქართველი ქალი. ეს მე მაგალითად არ გამიკვირდა, იმიტომ რომ ჩვენ ვეფხისტყაოსნის ქვეყანა ვართ, ხო? იქ სადაც ქალი გაამეფა რუსთაველმა და საქართველოს კიდე 11 საუკუნეში თავად თამარი. არ უნდა იყოს ეს გასაკვირი, მაგრამ გამომდინარე იქედან თუ რა სიტუაცია იყო მე-18 საუკუნეში და როგორი რთული იქნებოდა მისთვის ეს გადაწყვეტილება, აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა დავაფასოთ და რა თქმა უნდა
ვასწავლოთ ჩვენს მომავალ თაობას, ვინ იყო ეკატერინე გაბაშვილი და ძალიან მოკლედ ამას რა სამწუხაროა რომ ეკატერინე გაბაშვილის არც თინას ლეკური არაფერი აღარ არის შესული ხო? არა, ეს მაინტერესებდა მე და ვერ ძალიან ბევრი ვეძებე და ვერც ერთ კლასში ვერ ვიპოვეთ. თუ შესულია, მაპატიეთ და მომიტევეთ. განათლების სამინისტრომ, მაგრამ თუ არ არის შესული, ძალიან დამწყდება გული. ხო, მეც ძალიან მაინტერესებს და მაგდანას ლურჯა ბევრმა იცის. იცი, რა თქმა უნდა, დიდი ვერიკო და მაგდანას ლურჯა თენგიზ აბულაძემ და რეზო ჩხეიძემ გადაიღეს ძალიან კარგი ფილმი, გენიალური ფილმი და ჩვენ გავიზარდით ჩემი თაობა ფაქტურად ამ ფილმზე გაიზარდა, ხო? და უბრალოდ იქ ცოტა განსხვავებული დასასრულია და გულსაწყვეტი დასასრულია, მაგრამ გაბაშვილს კარგად აქვს დასრულებული. დადებითად აქვს, happy end აქვს გაბაშვილს და ესეც რაღაცნაირად იცით რა არის ეს ქალბატონი იყო საოცარი ქალბატონი იმ ეპოქისთვის დაობლდა ძალიან პატარა შემდეგ გაზარდა დიდედამ მერე მის მამას ესე იგი რევაზ ბაადურისძე თარხნიშვილის ასული იყო თარხნიშვილის თარხან მოურავის და ერთგვარად ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა რომ დღეს ვართ თქვენს ტელევიზიაში და დიდი მადლობა რა თქმა უნდა ამისთვის რომ აი ამ თემას ჩვენ გვაძლევთ საშუალებას რომ გავაშუქოთ ეს თემა და ბატონ დავითისკენ იყო მიმართული ეს დიდი მადლობა შემდეგ გათხოვდა გაყვა გაბაშვილს და შეეძინა 11 შვილი აქედან გარდაეცვალა ცოტა დარჩა და მისი ერთ-ერთი ქალიშვილი იყო კოტე მაყაშვილის მეუღლე და კოტე მაყაშვილს მიძღვნილი აქვს მასზე ლექსი აქვს დაწერილი ეკატერინე გაბაშვილს საოცარი ლექსია ჩვენ ვიცინოდით რომ პირველი შემთხვევა ალბათ რომ სიძე სიდედრს უძღვნის ლექს გარდა ამისა ეკატერინე გაბაშვილი იყო ფემინისტი და საქართველოში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი. ასევე ის იყო ქალთა განათლებისთვის მზრუნველი, ქველმოქმედი. იცით, რამდენ კარგ საქმეს აკეთებდა. ჭრაკერვის კურსი გახსნა. ეხმარებოდა ქალებს იმისთვის, რომ ესწავლათ წერა-კითხვა. და ჟურნალი ჯეჯილი მისი დამფუძნებელი იყო ამას გარდა ქონდა ძალიან კარგი შემოქმედება შემდგომში რომ გამოვიდა მე ჩემ ბავშვობაში მახსოვს ძალიან სქელი წიგნი იყო მუდმივად მე და მაგიდაზე ეხა გამახსენდა სხვათა ჯეჯილი და იმის გამოძახილი ხო არ იყო აი ეგ არ მახსოვს ვერ გეტყვი მაგრამ ჯეჯილის დაფუძნებაში რომ მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ეგ ნამდვილად ვიცი და გაუნცემლობა მერანმა გადაწყვიტა რომ აგვეღნიშნა ეს დღე ქალთა დღეს დავამთხვიეთ და ამ დღეს ჩვენ ალბათ ბევრი ქალბატონი გავახარეთ ახსენე შენ რჩეული იუბილარები რჩეული მანდილოსნები და იცით ბანოვანი ეს რჩეული ბანოვანები და თუნდაც ერთი პატარა ის კონა რომ ისე ქალს ხო ეს ხო რაღაცით იმიტომ რომ სამწუხაროდ მერანიც სამწუხაროდ მწერალთა კავშირიც და ფინანსების ტექნიკურ ჯგუფს ვთხოვ რომ ჩვენ საუბარს ლეიტმოტივად გაუყვეს ღონისძიების სამსახველი კადრები კარგი იქნება და დავაჯილდოვეთ ეს ქალბატონები სტუმრად იყვნენ ჩამოსული იტალიიდან ნინო უფრო უკეთესად გვეტყვის ამის შესახებ იტალიიდან ჩამოვიდნენ ქალბატონი თამარ კაკაურიძე და მისი მეუღლე რომელთაც მიიღეს მონაწილეობა და ასევე ჩვენ თამარ კაკაურიძეც დავაჯილდოვეთ და კიდევ ეს იტალიელების ჩამოსვლასთან დაკავშირებით მონაწილეობდნენ ჩვენს ღონისძიებაში ისინი ფაქტიურად მანენას მიყავს დღევანდელი გავჩუმდები მადლობა გავჩუმდები ნინო გისმენ მოგესალმებით რა თქმა უნდა მეც ვადასტურებ ქალბატონი მანენას სიყვარულს ორივე ძვირფასი ქალბატონი ორივე ქალბატონი მანენა ბრძანდებით ძალიან ბედნიერი ვარ იმით რომ თქვენ ახსენეთ ქალბატონები ბანოვანები და რაღაცნაირად მოხდა ისე რომ აი ამ ძვირფას პოეტებთან ერთად მოხდა ჩემი დასახელება ყველა გაგებით მცირე ვარ ყველა გაგებით პატარა ვარ იმ ქალბატონებთან ასე ვთქვათ შედარებით რაღაცნაირი ძალიან დიდი საჩუქარი არის ეს ჩემთვის ცხოვრების
პირველ რიგში სამყაროსგან, პირველ რიგში და იმ ორგანიზაციისგან, რომელმაც ეს წარადგინა, რა თქმა უნდა, იმ ძლიერ და ერთიან გუნდთან ერთად და კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით ქალბატონო მანანა, ქალბატონო მაყვალას მივესალმები აქედან, კულტურის სამინისტროს, მერიას, შემოქმედებით საქართველოს, ყველას, ვინც ხელს უწყობს აი ამ თუნდაც მცირეც კი არა, იცით რისი თქმა მინდა იმ ქალბატონებისთვის, ვინც ჩემთან ერთად, უბრალოდ ვისთან ერთადაც მე დამაყენეთ იმ ქალბატონებისთვის, თუ ეს არის მათი ასე ვთქვათ საქმიანობის აი ესეთი გვირგვინი და დაფასება, მე ჩავთვლი რომ ჩემთვის ეს არის ავანსი რაღაცა წინსწრებით გაკეთებული სიკეთე სამყაროსგან რომ ნამდვილად იმიტომ რომ მინდა რაღაცნაირად ჩემს ცხოვრებაში ამან ახალი კარი გახსნას ჩემს სამყაროში ახალი კარი გახსნას თუნდაც იმის რომ უფრო მეტი მოვთხოვო საკუთარ თავს იმიტომ რომ უნდა დაიმსახურო ის რასაც სამყარო შენთვის გამოიმეტებს და ერთი თქვენი ლამაზი ლექსი წაგვიდეთ აუცილებლად სანამ ლექს მოძებნი ეხლა ჩვენ გადაცემას თან მიყვება ის კადრები ამ დღეღონიზების სამსახური კადრები და მე არ შემიძლია აქედან მადლობა არ უთხრა კულტურის სამინისტროს, შემოქმედებით საქართველოს, თბილისის მერიას, რა თქმა უნდა მოზარდ მაყურებელთა თეატრს და ასევე დიდი მადლობა მინდა უთხრა გიორგი ლაგვილავას. გიორგი ლაგვილავა არის ნანა გუნიას ვაჟი. ნანა გუნია ჩვენი წევრი იყო, გარდაცვლილი ქალბატონი, რომელიც საოცარი ქალბატონი იყო. მისი შემოქმედებით, მისი ქველმოქმედებით და დღეს გიორგი აგრძელებს დედის საქმიანობას და სწორედ ჩვენი აი ეს დღეც რომელიც მან გაგვილამაზა, მისი მხარდაჭერა, მისი თანადგომა იყო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა მას მადლობა უთხრა დახმარებისთვის. აი ეს კადრები არის იტალიიდან ჩამობრძანებული ქართველი ემიგრანტი პოეტი რომელიც დაჯილდოვდა კულტურის დესპანის სიგელით თამარ კაკაურიძე გვერდით არის მისი იტალიელი მეუღლე ბრუნო ფინამორე იქვე არის ნუგზარ ჭიაბერაშვილი რომელიც პრემია ივერიას დამაარსებელი არის და მინდა ვთქვა რომ ბრუნო ფინამორე მე და ნუგზარ ჭიაბერაშვილმა შარშან 8 მარტს სწორედ 8 მარტს სიმბოლურია ესეც მოვნათლეთ მცხეთაში მართლმადიდებლურად დიახ და პატრიარქის ძმისშვილმა მონათლა მცხეთაში ძმისშვილმა მამა დიახ და ეს გარდა თამარისა ჩამობრძანებული იყო საკმაოდ დიდი დელეგაცია კალაბრიიდან მათ შორის 9 ქვეყნიდან იტალიის გარდა 9 ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ იტალიელები უფრო ძალიან დიდი ჯგუფი იყო და ძალიან მნიშვნელოვანი კვირეული გაიმართა ასე ვთქვათ პრემია ივერიას ფარგლებში სადაც აი ეს გახლავთ კადრები ქალბატონი მაყვალას ქალბატონი მანანას მხარდაჭერა იყო ძალიან მნიშვნელოვანი ქალბატონი მანენას დაორგანიზებული იყო, მაგრამ მხარდაჭერა იყო ძალიან დიდი და როგორც ვიცი კიდევ იგეგმება ქალბატონი თამარის საღამო თქვენს მიერ. დიახ. ასე რომ გადაბმული არის ერთმანეთზე აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ლიტერატურული პროცესები. პოეტმა წაიყვანა ახალგაზრდა ოტოფალიანს მიყავდა ეს არის ჩვენი და კარგად წაიყვანა. კი. ჩვენი ახალგაზრდა წევრი, რომელიც აქტიურია და ყოველთვის ჩვენს გვერდით დგას. მე არ მინდა რამე გამოგვრჩეს. გარდა იმისა, რომ მოხდა დაჯილდოება ნინო მოძებნის მანამდე ლექს, იქ გაიმართა ქალთა ნამუშევრების გამოფენა. და გაიმართა ასევე პატარა ბავშვების გამოფენა, რომელიც წარმოადგინა კერამიკაში უსაყვარლესმა ცაბუ კეზუამ და ნამდვილმა მომავალმა რაინდმა ელია ჭიაბერაშვილმა და დიდი მადლობა მათ ამის თავიანთი ნამუშევრების იმისთვის რომ მათ გვაზიარეს ჩვენ თავიანთ ნამუშევრებს და ახლა რაც შეეხება უფროსებს მანანიკო მოგიქრა ასევე იყო ნანა მომცელიძის გამოფენა ნამუშევრების ასევე იყო ელენე გამგონიძის და ლალი ყაველაშვილის და ძალიან სასიამოვნო იყო გარემო სადაც აი ეს დაჯილდოება მოხდა და შემდეგ უკვე სცენაზე
ენაზე განხორციელდა ეკატერინე გაბაშვილის სახელობის პრემიით დაჯილდოვება. მე მინდა ეხლაც მიულოცო ნინოს ამ პრემიის მიღება. ასევე იყვნენ მანანა დუმბაძე, მზია ხეთაგური, ნაირა მარშანია და ნანი ჩიქვინიძე. მარინა თექთუმანიძე. მარინა თექთუმანიძე, მადლობა. მარინა თექთუმანიძე დღეს ჩვენთან ერთად უნდა ყოფილიყო, სამწუხაროდ ვერ მოახერხა. მაყოლაც უნდა ყოფილიყო, მაგრამ გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე ვერ მობრძანდა და ნანი ჩიქვინიძე გახსოვთ ალბათ ფილმში თამაშობს 5 წლის პატარა გოგონას, კი როგორ არ გახსოვს. მე მგონი პირველი როლი აქვს, სხვა თუ ის არის პატარა შვილები არა ეს არის ეს იქნება თორე ძალიან პატარა საოცარი ფილმია ეს არის პირველი როლი და მე უკვე გაიმართა სპექტაკლი საინტერესო სპექტაკლი იცით საინტერესო რა არის ერთია რომ იმ პერიოდში ფილმი მაგდანას ლურჯა გადაიღო თენგიზ აბულაძემ ძალიან კარგი ფილმია მე მიყვარს და ამ ფილმზე ვარ ფაქტურად გაზრდილი და მეორე რომ დღესაც თანამედროვეობაში ახალგაზრდა რეჟისორი დაინტერესდა ამ თემით და მოკიდა ხელი კი მეც ვიფიქრე და დიდი მადლობა მას გისმენთ ქალბატონო ნინო რადგან ეკატერინე გაბაშვილის სახელობის პრემიას ეძღვნება დღევანდელი გადაცემა და თქვენ ახსენეთ რომ 3 ლიტერატურული პრემია მაქვს მართლაც მოგზალებით ვამბობ ამას ესეც სიმბოლური არის რომ მე თვითონ გავიზარდე კასპის ერთ-ერთ პატარა მთიან სოფელში ეს არის თვალადი საიდანაც გახდათ გიორგი შატბერაშვილი სწორედ ამ სოფელში იაკობ გოგებაშვილი ჩადიოდა ხოლმე და ვიცით რომ იავნანამ რა ხმნა დაწერა სოფელ თვალადში, როდესაც ხვედაძეებს სტუმრობდა ხოლმე ხშირად. შემდეგ ხვედაძემ თავისი სახლის სკოლას გადასცა და სოფელს გადასცა და როგორი სიმბოლურია რომ მაქვს გიორგი შატბერაშვილის, იაკობ გოგებაშვილის და უკვე ეკატერინე გაბაშვილის ყველა მშობლიური რაიონის და ყველა გზა მიდის იმ სოფელში, სადაც მე გავიზარდე და აი ამ ისე არაფერი არ ხდება ეს ხო შევარჩიე ეს ლექსი ბავშვობის მეგობარს მომწერე შენი სახლის ხედი ფერწერაა თუ გრაფიკა თოვლიან კლდეებს სწდები თვალებით ან იქნებ ჭორომლოდზე მდინარე გულის ხეთქებით მოანგრევს ხევებს რომელ სალოცავს მიაშურებ ღვთისმშობელი რომ გენატრება სასაფლაოზე ქვით ნაგებ საყდარს თუ გუმბათოვან მაღალ-მაღალ ქარვამზე ფენილს მეზობლის ბავშვებს მურაბებზე ეპატიჟები პიტნის ჩაი თუ გიდგას ღუმელზე ისევ ქოთქოთებს ჩაიდანი კაცის გულივით როგორიცი სამოდუღება თოვლს რომ ჩამოყრის და ივსება თოვლით გზაშარა ვინ სულიერზე გეფიქრება ან ვინ გკითხულობს მე რა გითხრა ჩემთან სახლების კოლოფები ღამღამობით აენთებიან სევდის ქალაქი ფანქარია შერეული ტექნიკა მური აქ ყველა სეზონს ერთი ხედი აქვს და ჩემი ფიქრი ქსილისზე თოვლის ენძელები ჩანან თუ აღარ მე არაჩვეულებრივი ლექსია, აი ულამაზესი. კიდევ ერთ ლექს ველოდებით, ნინო, მანამდე მე არ მინდა რამე გამოგჩეს და მინდა აუცილებლად ვთქვა, რომ წეღან ვახსენე ეკატერინე გაბაშვილის დამსახურება ჟურნალ ჯეჯილის გამოცემაში არ დამავიწყდეს, ასევე არის ნაკადულის დაარსებაში, ნობათის დაარსებაში და ეს ქალბატონი იყო ძალიან ქველმოქმედებასთან ერთად ღვაწლმოსილი საზოგადო მოღვაწე. იმდენ საქმეს აკეთებდა, მე როდესაც გადავხედე მის ბიოგრაფიას ბევრი რამ არ ვიცოდი და საკუთარ თავზე გავბრაზდი. ან არ იცოდი, ან მივიწყებას იყო მიცემული, ხო? აი ერთ ეს არ არის გამორიცხული. პანსიონში სწავლის დროს თურმე იაკობ გოგებაშვილი გაიცნო და იაკობ გოგებაშვილს უჩუქებია დედაენა. მაშინ ძალიან პატარა იქნებოდა, ხო? შემდეგ მთელი მისი შემოქმედება გარდა მხატვრული ლიტერატურისა, ჩვენ ვიცით თინას ლეკური, იცით მაგდანას ლურჯა უფრო ბევრად ცნობილია და ყველა მიცის და თინას ლეკური შეიძლება ბევრმა პროგრამაში იყო მანე. იყო პროგრამაში და ეხა დღეს არის თუ არა, ეგ გვაინტერესებს. თინას ლეკური და ამას გარდა პუბლიცისტურ წერილებს წერდა და აქვეყნებდა. ის იყო ფაქტურად ილია ჭავჭავაძისთან ერთად თანამოაზრე მისი და იმ ყველა საქმის მოგონებებიც ხო ძალიან საინტერესოა. საინტერესო აქვს ძალიან და აი ზუსტად იაკობ გოგებაშვილი რო ახსენე, მოგონებებში ხო უწერია მაგას. კი და აი მე ბევრი ისეთი რამ გავიგე, რაც მანამდე არ ვიცოდი.
თურმე წელი არ შემეშალოს 1911 წელს 60 წლის იუბილე გადაუხადეს და სცენაზე ეკატერინე გაბაშვილი აკაკი წერეთელს გაუყვანია საპატიოდ და იზეიმეს მისი 60 წლის იუბილე თუმცა სიცოცხლეში შეიძლება იმდენად დაფასებული არ იყო რასაც იმსახურებდა ის არის კოტე მაყაშვილის ბებია და ესეც როგორი რაღაც ერთგვარად მნიშვნელოვანია და ალბათ იმიტომაც იყო კოტე მაყაშვილი ის ვინც იყო რა თქმა უნდა და ლექსი მიუძღვნა სიდერს ნინო კიდევ ერთი ლექსი ღმერთო გულწრფელად მიპასუხე მოგწონს ეს გოგო დარდის ერთგული მეგობარი და მარტოსული გზაბნეული საკუთარი თავისა და იმ ადგილის ჯერ ვერ მპოვნელი თუნდაც შენთან დიალოგს რომ მშვიდად შეძლებდა არა მგონია რომ მოგწონდეს ცერცვის ოდენა ოცნებები გულით დააქვს და უხერხულად იშმუშნება როცა აქებენ რადგან ფუჭი და ამაოა ურთიერთობის უღიმღამო ეტიკეტები გულის გარეთა უსიყვარულოდ სიყვარულის სახელით თქმული გოგო რომელიც სიტყვებს ხედავს საუბრობს სიზმრებს ამოთქვამს და უმალვე ხდება თუ კი ბუმბული არ ვარდება უშენოდ ჩიტსაც ესე იგი მთელი ეს გზა შენით ყოფილა არ გსაყვედურობ პირიქით გმადლობ სამზეოსთვის მაგრამ იქნებ მზეც გაიმეტო რომ ერთ დილასაც ჩიტების ხმამ გამომაღვიძოს ჩემთავ ნაპოვნმა გამოვაღო ფიქრის სარკმელი და ყველაფერი რაც ოდესღაც წყალს გავატანე და ყველაფერი რაც ოდესღაც სხვებისთვის დავთმე და ყველაფერი რაც ვერაფრით გამოვიტირე და ყველაფერი ვერასგზით რომ ვერ მოვახერხე და ყველაფერი რაც ოდესღაც სხვაგვარად მწამდა ის ყველაფერი სულ არაფრად მიღირდეს ღმერთო დიდი მადლობა შეიძლება გითხოთ თუ გახსოვთ წლის რომელ დროს არის ეს ლექსი დაწერილი არ გახსოვთ უფრო ნაყოფიერად შემოდგომით ვმუშაობ რომ არ მოგატყუოთ შემოდგომა უფრო შთამბეჭდავია. რამდენი წლის იყავით პირველად რომ დაწერეთ ლექსი? ბავშვობიდან ვწერ ლექსებს და ჩემი პირველი ლექსი 11 წლის ვიყავი, როდესაც ბატონმა ჯემალინჯიამ დაბეჭდა გორის გამომცემლობა ქართლის პატარა ბროშურა არის ოცნება ქვია, სადაც აი რეგიონის მოსწავლეების ლექსები და რა დაწერინებთ? მაშინ ძალიან დიდი პატრიოტი ვიყავი და დავწერე. აი ნახეთ ბავშვები ხო ძალიან მხოლოდ სამშობლოზე დარდობენ და მხოლოდ სამშობლოზე ვდარდობდი მაშინაც. მე იშლება თემები, როცა იზრდები. ბავშვობაში მხოლოდ პატრიოტიზმზე, მხოლოდ მახსოვს თუ გინდათ წაგიკითხა. პირველი ლექსი, პირველი ლექსი, რომელიც დაიბეჭდა. ნეტავრავარგო მე ჩემს ქვეყანას, რით ვასარგებლო მოწმე და ერი. თუ შევძელ სიტყვით, თუ შევძელ კალმით, რომ ავაყვაო ეს მთა და ველი, ეს მთა, რომელიც მაღლით დამცქერის, ეს ველი, სადაც მუდამ ვიქნებით, რა პატარა ადამიანი და რა დიდია მისი ფიქრები. მე ძალიან დიდი 11 წლის ამშვისთვის ძალიან კარგი ციგნიც არის კი და მადლობელი ვარ და მადლიერი ვარ, რომ ჩემი გზა გადაიკვეთა ბატონი ჯემალის გზასთან. ასევე გიორგი ხორგუაშვილი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი გახლდათ კასპის და ძალიან ხშირად ჩაორბოდი ხოლმე სკოლიდან და ჩემ ლექსებს ვაკითხებდი. სხვათაშორის კასპში თქვენ გაქვთ იაკ არგარეთელის მუზეუმი, რომელიც არის დაკეტილი და რაბედის ქვეშ არის ახლა. ძალიან მაწუხებს ეგ საკითხი, იმიტომ რომ იაკ არგარეთელს უნდა კონდეს სერიოზული მუზეუმი და მე დარწმუნებული ხო არა, რა თქმა უნდა, ეხა კასპიდან რო არის ქალბატონი, იმიტომ და რამე ხო არ ვიცით? არ ვიცი, იმიტომ რომ სკოლის დამთავრების შემდეგ წამოვედი თბილისში. კასპში კარგით და აი თქვენი გზავნილი საზოგადოებისთვის და აი რაღაცა თქვენი ნეული ორი წინადადებით მიიწურა ეხა ჩვენთვის განკუთვნილ რომ მე და მანანა დავჩებით თქვენ დაგემშვიდობებით და რას გვეტყვით დაჯილდოების შესახებ. დიახ, ისევ იმ ჩვენს ძირითად თემას რომ მივუბრუნდეთ, პოეტები კი ვართ მარტოობის მოყვარულები, მაგრამ ზოგიერთი შეიძლება მარტოსულიც არის, მაგრამ
თლად მისატოვებელი ადამიანები არ ვართ, იმიტომ რომ გამტარი გჭირდება, მიმღები გჭირდება, როდესაც იხარჯები, ხო, როდესაც რაღაცა შენ სიტყვას ამბობ, ამას სჭირდება ადამიანი, რომელიც გულთან მიიტანს და მე კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც კითხულობს, ვინც თუნდაც კრიტიკას აკეთებს, იმიტომ რომ ჯანსაღი კრიტიკაც აუცილებელია. მადლობას გადავუხდი კიდევ ერთხელ იმ ადამიანებს, ვინც ხედავს მით უმეტეს მოკრძალებულ და ისეთ ავტორებს, რომლებსაც ხმაური არ უყვართ და ერთ ლექსში მაქვს მორჩილად ურჩი და თავნება ვარ მეთქი და რაღაცნაირად ისე გამოდის, რომ მიყვარს ჩუმად ყოფნა, მაგრამ აი ეს ადამიანები, რომლებიც მე მხედავენ, არ მაძლევენ იმის საშუალებას, რომ ჩავიკეტო ნიჟარაში. უღრმესი მადლობა ამისთვის თითოეულს, იმიტომ რომ სიკეთე არის თითოეულ ადამიანში და ეს რგოლი არ უნდა გაწყდეს. უღრმესი მადლობა წარმატებებს გისურვებთ როგორც შემოქმედებაში, ისე ყველა სფეროში. ამით ჩვენ ცოტა ხნით შევისვამოთ ქალბატონინოს დავემშვიდობოთ და ბედნიერება უსურვოთ, რა თქმა უნდა, მე და მანენა გორგიშვილი დაგიბრუნდებით სულ რამდენიმე წუთში.